91 წლის ბესარიონ ტაბატაძე საცხოვრებელი სახლის დასაბრუნებლად იბრძვის. ხანში შესული მამაკაცი ამბობს, რომ მისი სახლკარი შვილიშვილმა მოტყუებით 3 წლის წინ გადაიფორმა და პაპა სახლიდან გააგდო. ნატარიუმში მეწეს პაპა ეს არაფერი, სასარგებლოდ არის ყველაფერი. ცემე საქადაგე წავედი გამიქა. მე გასაგებად დამიკეთეს და სახლი აღარ. არა წესიერად გაკეთდა საქმე. სული მე დამტოვე სარკე. სულ სარკე. აი ახლა სარკე ვარ მო. წატარაში ვიდივარ როგორც მოსამსახურე ესევა. აღნიშნულ შემთხვევაში თავს დაზარალებულად მხოლოდ ბესიკ ტაბატაძე არ თვლის. მისი შვილი ზურაბ ტაბატაძე ამბობს, რომ სახლის ერთი ნაწილი მისი საკუთრებაა, სადაც ათეული წლებია ოჯახთან ერთად ცხოვრობს. თუმცა მისმა ძმისშვილმა გიორგი ტაბატაძემ საცხოვრებელი შენობა მთლიანად გადაიფორმა და პაპის მსგავსად ბიძაც ღია ცის ქვეშ დატოვა. დღეს შეიძლება მოვიდნენ, მომიყვანონ პოლიცია და დამაცლებინონ. იმიტომ რომ ყიდვანასყიდობა არ არის გაუქმებული. რაც მთავარია. ყიდვანასყიდობაში არის ჩვენი მთლიანი სახლის შესული, საერთო ეზოს სათავსოები. მომიყვანეს მერე მილიცია. რომ სახლიდან უნდა გამოხვიდეო რა, აი თქვენი აღარ არისო, ეს ყველაფერი ჩემიაო. მილიციისგან გაიგეთ რომ თქვენი? კი, ახო, მილიციისგან გავიგეთ, თორე ისი არ ვიცოდით. ოჯახურ დავაზე 3 წელია ახალციხის რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მსჯელობენ. საკითხი გიორგი ტაბატაძის სასარგებლოდ გადაწყდა. ზურაბ ტაბატაძემ ახალციხის რაიონულ სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართა, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ. ტაბატაძეები მათი მდგომარეობის გამო მოსამართლეს, ნოტარიუსსა და იმ პირს ადანაშაულებენ, ვინც საკადასტრო აზონვითი ნახაზი მოამზადა. ჩამოვიდნენ აქ რაც უნდათ ახაზეს. შემოიჭრენ ეს საერთო ეზოც მიისაკუთრეს. ნომერ პირველში ჩემი სახლი იყო და ნომერ მეორე მამა ჩემისა. ხო და ეს ორივე ერთ ნომერ პირველში ახაზული. მიღება ჩაბარების აქტი მაქვს, სოფლის კომის წევრი ვარ მე. არქივში მოვიზევნები. ხო, ყველაფერი ტექნიკური პასპორტი გვაქვს. ადვოკატი არ ადასტურებს, რომ გიორგი ტაბატაძემ ბიძის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი გადაიფორმა. ავთუთელიაშვილის თქმით, სასამართლომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ გიორგი ტაბატაძეს უძრავი ქონება უკანონო გზებით არ მიუთვისებია. არის ერთი მხრივ კომლის საკუთრება, რომელიც წილობრივად ხვდა, მეორე ნაწილი პაპის საგენტო ტაბატაძის მიერ მიყიდული თუ ნაჩუქარი ქონება და მესამე მხრივ როგორც სამემკვიდრეო ქონება გარდაცვლილი მამისაგან. ამან მთლიანად შეადგინა ბინის ნახევარი. დანარჩენი ნაწილი, რაც კომლიდან წევრების გასვლით დარჩა, არავის არ მიუწია ზურაბ ტაბატაძისთვის. არქივშიც დაცულია დოკუმენტები, რომ რასაც ფლობს დღეს ზურაბ ტაბატაძე, იმას ფლობს იურიდიული საფუძვლის გარეშე. ადვოკატის მსგავსად შეპესე კადასტრი რეესტრი პლუსის დირექტორიც ამბობს, რომ ზურაბ ტაბატაძის საცხოვრებელი ფართი გიორგი ტაბატაძის სახელზე არ არის დარეგისტრირებული. ამის დასტურად მოჰყავს საკადასტრო გეგმა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. დავით გოგოლაძე აღნიშნავს, რომ გიორგი ტაბატაძის სახელზე არც საერთო სარგებლობის ეზოა გაფორმებული, თუმცა ზურაბ ტაბატაძის მტკიცებით მას საჯარო რეესტრში დაუდასტურეს, რომ მისი საცხოვრებელი სახლიც მის ძმისშვილს ჰქონდა დარეგისტრირებული. მოხდა რეგისტრაცია მიღება ჩაბარების აქტების საფუძველზე, გამიჯვნაც მოხდა საკუთრებების მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე, საერთო სარგებლობის ტერიტორია დარჩა ზურას სარგებლობაშიც. ნოტარიუსი ციცო ნათენაძე ბრალდებებს არ პასუხობს, თუმცა პირად საუბარში აღნიშნავს, რომ პაპის სახელზე რეგისტრირებული ქონება შვილიშვილზე საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე გადააფორმა. ზურაბ ტაბატაძე გეგმავს საკითხის განსახილველად მაღალ ინსტანციებს მიმართოს. ოჯახი მოსამართლეების, ნოტარიუსისა და ნახაზის შემდგენელი პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც აპირებს.